ჰაიფაში ირანის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის საქმეზე ორ პირს ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდა. არჩევნების გაყალბებაში მსჯავრდებულები მარნეულის მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდიროვი და მისი ბიძაშვილი ეთიბარ ისკანდიროვი არიან. უკრაინამ რუსული ტყვეობიდან ჯარისკაცების მორიგი ნაკადი დააბრუნა. ესენი არიან მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის რეგიონების დამცველები. შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცები. წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ევროკავშირის 7 ქვეყანა უკრაინაში მებრძოლი რუსებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას გეგმავს. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა გააუქმა შენგენის ვიზების მიღების გამარტივებული პროცედურა რუსეთის მოქალაქეებისთვის, ხოლო გაერთიანების ზოგიერთმა ქვეყანამ ცალმხრივად შეაჩერა ტურისტული ვიზების გაცემა. რუსეთის ეკონომიკა უკვე რეცესიის ზღვარზეა, ამბობს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.